შრომითი მიგრაციის კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მიმდინარე წლის 1 მარტიდან უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. ახალი რეგულაციებით აუცილებელია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი თანამშრომლის კანონიერ დასაქმებას. რატომ დადგა დღის წესრიგში კანონის გამკაცრების საჭიროება და როგორ აისახება ეს ცვლილებები ბიზნესზე, განსაკუთრებით სეზონური დასაქმების მიმართულებით? ამ თემაზე ვრცლად დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ შურღაიასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, როგორ შეხვდით ბიზნესი ამ გადაწყვეტილებას და რა შეცვლის ეს დასაქმების ბაზრის სეგმენტისთვის, თავად იმ კომპანიებისთვის, ვისაც დაუშვათ უცხოელი მოქალაქე ყავდა დასაქმებული, ან მომავალში გეგმავს დასაქმებას? შესაბამისად უცხოელები საქართველოში მუშაობენ, წესი, რა თქმა უნდა, ართულებს, ესე ვთქვათ, უცხოელის დასაქმება საქართველოში, თუმცა ის თანხმედრაში არის განვითარებულ ქვეყნებში მიღებულ მსგავს კანონმდებლობასთან. დღეის მდგომარეობით როგორ ხდებოდა მარტივად, როდესაც გვინდოდა უცხოელის დასაქმება, საკმარისი იყო მისი მხოლოდ ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა და შემდგომ მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. როგორც უკვე განმარტეთ, წესი შეიცვალა 1 მარტიდან ამოქმედებული წესის თანახმად საჭირო იქნება წინასწარ ნებართვის მოპოვება შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან. ამ ნებართვის მოპოვების შემდგომ უცხოელს ექნება უკვე უფლება მიმართოს შესაბამის საკონსულოს, რომ მიიღოს D1 ვიზა და ჩამოვიდეს საქართველოში. კი ბატონო, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა შემთხვევაში შეიძლება რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანდაცვის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ უარი უთხრას ამა თუ იმ კომპანიას, ამა თუ იმ პირის დასაქმების ანუ გაქვთ თუ არა რაიმე ვალდებულება რომ დაასაბუთოთ, მაგალითად სხვა ქვეყნებში, მაგალითად თურქეთის მაგალითი შემიძლია ვთქვა, იქ ოფიციალურად თუ გინდა რომ დაასაქმო უცხოეთის მოქალაქე, უნდა დაასაბუთო, რატომ არის მნიშვნელოვანი შენი კომპანიისთვის და ქვეყნის ეკონომიკის ამ შემთხვევაში იმ უცხოელის შემოყვანა და რატომ არ შეიძლება იგივე პოზიციაზე აიყვანო იმავე ქვეყნის მოქალაქე. აი ამ ტიპის დასაბუთება მოგეთხოვებათ თუ არა ამ შემთხვევაში და თუ მოგეთხოვებათ, როგორ აპირებთ ბიზნესი ეს დაასაბუთოთ? ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. კანონში არის შემდეგი ჩანაწერი, რომ სამინისტრო უფლებამოსილია უარი თქვას ნებართვის გაცემაზე, თუ პირის კვალიფიკაცია, განათლება ან ბაზრის მოთხოვნილებას არ შეესაბამება ესა თუ ის ვინ ადგენს ბაზრის მოთხოვნილება? ვინ ადგენს ბაზრის მოთხოვნილებას? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა, ჩვენს იგივე კითხვა გვაქვს. 1 მარტამდე შრომის სამინისტრომ ასე უნდა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც გაიწერება კონკრეტულად წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს, ვინ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე უნდა დაასაბუთოს, პირი კვალიფიციურია თუ არ არის კვალიფიციური. ან ბაზრის მოთხოვნა რა არის? ანუ რამდენი ესე ვთქვათ აუდიტორი გჭირდება, ან რამდენი მშენებელი გჭირდება. საიდან უნდა მოვიტანოს თუნდაც კომპანიამ აღნიშნული ინფორმაცია, რის საფუძველზე უნდა დაასაბუთოს. ეს ყველაფერი არის გასაწერი. ჩვენ მოთხოვნაც, როდესაც წინა კვირას შევიკრიბეთ ჩვენს ასოციაციაში ჩვენს წევრი კომპანიებთან ერთად, ზუსტად ეგ არის, რომ დროულად იყოს მიღებული ეს კანონქვემდებარე აქტი იმისათვის, რომ ბიზნესს კონდეს საშუალება გაეცნოს მას და შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ მოვამზადეთ კიდევაც რამდენიმე შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით, ან ასევე წინადადება, რომელიც რას გულისხმობს ეს შენიშვნები? ბიზნესის გაურკვევლობაა, ზუსტად თქვენ რაც ბრძანეთ, ანუ საიდან უნდა მოვიტანოთ ესა თუ ის დასაბუთება. მაგალითად, რა არის ბაზრის მოთხოვნილება, რამდენი კადრი არის საჭირო მშენებლობაში და რამდენი ყავს ამჯერად საქართველოში. ეს ინფორმაცია დღეისთვის ბიზნესს არ აქვს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია საიდან უნდა მოვიპოვოთ, რის საფუძველზე, ან ვინ დაადგენს, რომელი კვალიფიკაცია არის მისაღები და რომელი კვალიფიკაცია არ არის მისაღები. აქ ახლა შევეცდით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოში შრომითი ბაზარი ბიზნესის წარმომადგენლების გადმოსახედიდან კადრების დეფიციტს განიცდის, მაგრამ ახლა რო გავიდეთ ნებისმიერ მოქალაქეს რო შეხვდეთ, გეტყვიან რომ სამსახური არ არის და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს უჭირს დასაქმება. რა არის აქ მთავარი პრობლემა და რატომ ვერ ვასაქმებთ საქართველოს მოქალაქეებს ან არ ვასაქმებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაგალითად იგივე მშენებლობაზე. საქართველოს მოქალაქე ამბობს უარს დასაქმებაზე, იმიტომ რომ მას არ აკმაყოფილებს ანაზღაურება, თუ დამსაქმებლისთვის არის საქართველოს მოქალაქის ამ შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევაში ბუნებრივია ყველაზე ვერ ვისაუბრებ, კვალიფიკაცია მიუღებელი. ანუ პრობლემა და დისბალანსი რა შეია?
ანუ ორივე მხარეს არის დისბალანსი და პრობლემაც, ესე რომ ვთქვათ, როგორც კომპანიების მხრიდან, ესე ვთქვათ, ვერ პოულობენ შესაბამის კადრს და აქედან გამომდინარე ხდება, რომ უცხოელების დასაქმება, ანუ უცხოელის დასაქმება ეს არის უფრო ძვირი სიამოვნება ყველა შემთხვევაში, ვიდრე ადგილობრივი კადრის დასაქმება. შესაბამისად, კომპანიები ყოველთვის ცდილობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოიძიონ შესაბამისი კადრები. თუმცა, თუ შევხედავ დიდ პროექტებს, თუნდაც გზების პროექტები, რაც შენდება საქართველოში, იქაც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ არის საკმარისი რაოდენობა კადრის. მიგრაცია, შრომითი მიგრაცია არის დამახასიათებელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, კადრის გადინება ქვეყნიდან და ახალი კადრის შემოდინება, ეს ჩვეულებრივი არის. მნიშვნელოვანი არის, რომ სწორი რეგულირება ხდებოდეს ამ შემთხვევაში, მკაფიო გზავნილი ქონდეს ბიზნეს მიღებული, თუ რა წესები არის დაწესებული სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ მათ მოერგონ შესაბამისად სიტუაცია. მაშინ ასე ვიკითხავ კიდევ უფრო მეტად. ახლა რა მოთხოვნებს უყენებთ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ასაქმებს კომპანია, ამ შემთხვევაში კერძო სექტორი, რა ტიპის თავშოთ კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს, რომ ის საქართველოს ჩამოიყვანოთ და მერე დაასაქმოთ. და ამ დრომდე ვიზა როგორ გაიცემოდა ამ კონკრეტულ მოქალაქეზე, ეს თუ იყო დარეგულირებული და ეხლა რა მოხდება ამის შემდგომ? კომპანიების შესაბამისად მოქმედებენ იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც მათ გააჩნდათ. ეხლა ყველა სხვადასხვა კომპანიას საწარმო იქნება ეს თუ სხვადასხვა ტიპის საწარმოები იმ სპეციალისტებს, რაც მოთხოვნა გააჩნდათ, თუ ადგილურ ბაზარზე არ ყავდათ შესაბამისი კადრი, რა თქმა უნდა, უცხოეთში ეძებდნენ. ვიზას რაც შეეხება, ეხლა აუცილებელი იქნება D1 ვიზით საქართველოში შემოსვლა, თუ აქამდე ზოგ ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე წელი შეეძლოთ ამ მოქალაქეებს უვიზოთ საქართველოში დაეყოთ, იმისათვის რომ მუშაობის უფლება მოიპოვონ, აუცილებლად დაჭირდება D1 ვიზის მოპოვება და შემდგომ უკვე ბინადრობის ნებართვის რა ხდება იმ შემთხვევაში უკვე თუ მუშაობენ? მაგალითად, საკურიერო კომპანიებში თქვენს გისარგებლიათ, მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრს ძალიან ბევრია უცხოეთის მოქალაქე. მე არ ვიცი რა კვალიფიკაცია ჭირდება, მაინც და მეც კურიერს კონკრეტულად რომ მაინც და მეც უცხოელი იყოს და საქართველოს მოქალაქეა უარს ამბობს და ამიტომ არის დეფიციტი თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მომრალდა უცხოენოვანი, მან არც ქართული იცის, არც ძალიან ხშირად კომუნიკაციაც გიჭირს და ასე შემდგომ. აი ასეთი პრობლემებს რეალურად ვაწყდებით. ანუ სახელმწიფოს პოზიცია ამ შემთხვევაში არის ძალიან ლოგიკური და გასაგები, რომ მას სურს რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ უპირატესად დასაქმებულები. აი დღეს ვინც არის დასაქმებული, მათ შემთხვევაში რა ხდება? აქ უნდა გავყოთ ამ შემთხვევაში დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. კურიერები და ტაქსიზღოლები ასე ითვლებიან თვითდასაქმებულებად. ისინი არიან ინდმეწარმეად რეგისტრირებული და შესაბამისად როგორც ინდმეწარმეები ისე მოქმედებენ. ისინი არ მოქმედებენ. ეს კანონი ინდმეწარმის ნაწილსაც არეგულირებს? ეს კანონი ინდმეწარმის ნაწილსაც არეგულირებს და მათ ამ შემთხვევაში უკვე მოუწევთ თავად განცხადების შეტანა სამინისტროში და ნებართვის მოპოვება სამუშაოს გასაგრძელებლად. კანონში ასევე არის შემდეგი ჩანაწერი, რომ ის პირები, ვინც რეგისტრირებულნი არიან დღეის მდგომარეობით ელექტრონულ ბაზაში როგორც უცხოელ დასაქმებულები, მათთვის ეს კანონი ფაქტობრივად ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან, ანუ მანამდე მათ უნარჩუნდებათ უფლება, რომ გააგრძელონ მუშაობა. და რომ მოაწეს რიკონ ალბათ ეს ნაწილი. იგეგმება თუ არა შეხვედრა დაუშვათ შესაბამის უწყებთან, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან და რა არის მთავარი, რას ამ შემთხვევაში თქვენ ახსენეთ რაღაც გარკვეულწილად რა ძირითად მოთხოვნებს ითხოვთ, თუმცა კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბოთ, რაზე გაქვთ დავუშვათ მოლოდინი და რა გინდათ რომ პირველ რიგში გააკეთოს სახელმწიფომ ამ ნაწილში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეხვედრა შედგება შესაბამის პირებთან სამინისტროში, წარუდგენთ ჩვენს პოზიციას. ჩვენი მთავარი პოზიცია ამ შემთხვევაში მდგომარეობს შემდეგში, რომ ის განმაქმედებარე ნორმატიული აქტი, სადაც უნდა გაიწეროს ყველა ის დეტალი, რომელიც ამ შემთხვევაში ბიზნესს აინტერესებს, მიღებული იქნას დროულად, რათა ჩვენ მოგვეცეს საშუალება გავეცნოთ და რა წესებიც დადგინდება სახელმწიფოს მხრიდან, იმ წესებს შესაბამისად მივყვეთ. დროულად ამოქმედება და გაცნობა რას ნიშნავს? ანუ ერთი თვეა რეალურად იქამდე დარჩენილი. ეს დრო საკმარისია? ერთი თვე არის დარჩენილი და კანონის თანახმად განმაქმედებარე ნორმატიული აქტიც უნდა ამოქმედდეს 1 მარტიდან. შესაბამისად
კარგი იქნება თუ ერთი თვით ადრე მაინც გაიგებს ბიზნესი, რა წერია ამ კანონქვემდებარე აქტში, რომ შესაბამისად ან თუ შენიშნულ გვაქვს, შეიძლება ჩვენ შენიშნულ მივაწოდოთ, ან სხვა მოცემულობა თუ არის, იმის შესაბამისად მოვერგოთ ამ მოცემულობას. ბევრია ისეთი შემთხვევა, რომ იმ კომპანიათა ჩამონათვალი, რომელსაც უკვე გაკეთებულია განაცხადი, რომ მას სჭირდება უცხოელი მოქალაქე ამა თუ იმ კონკრეტულ სამუშაოზე? ბევრი კომპანია საბანკო სექტორი, საფინანსო სექტორი, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში ლიდერ პოზიციაზე ძალიან ბევრი უცხოელი მუშაობს. აი, ასეთ შემთხვევაში ეს მაგალითებიც მაინტერესებს, ბუნებრივია გაგრძელება და მოლოდინი როგორი უნდა გქონდეს. კი, მათ შორის მათაც შეეხებათ აღნიშნული კანონი. აღნიშნული კანონი არა მარტო იმ პირებს ეხებათ, ვინც საქართველოში ამჟამად არიან დასაქმებული, ანაპირებენ დასაქმებულნი, ასევე დისტანციურად, ვინც ქართულ კომპანიებზე მუშაობენ, მათაც შეეხებათ. თუნდაც თქვენ რომ დაიქირავთ უცხოური აუდიტორები იმისათვის, რომ აღრიცხოს რაღაცა და ეს პირი საერთოდ არ იყოს საქართველოში ჩამოსული ან არც აპირებდეს ჩამოსვლას. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ნებართვის მოპოვება სამინისტროდან და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებთ მის დასაქმებას. კი ბატონო, გამოწვევა და პრობლემა ამ ნაწილში რა იქნება დაუშვათ უცხოელების დასაქმების შემთხვევაში, როდესაც დისტანციურად არის? იმიტომ რომ აუდიტორება და ეს მიმართულება ცოტა სპეციფიური სამუშაოებია, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი კვალიფიციური აუდიტორი ყავს ამ ქვეყანაში, ეხლა არიან ორგანიზაციები, რომლებსაც სპეციალურად ორგანიზაციას ქირაობს ამ შემთხვევაში, ესა თუ ის რომელი ქართული კომპანია. და არა კონკრეტულ პირს. ხო, ანუ აუდიტორები ამ შემთხვევაში არა მარტო ისე ვთქვათ ფინანსური აღრიცხვის, შეიძლება სხვადასხვა აუდიტორები იყოს. შეიძლება სამინისტროში გართულდება თუნდაც ნებართვის მოპოვება. თუ თქვენ სწრაფად გჭირდებათ რაღაც გადაწყვეტილების მიღება და სწრაფად გჭირდებათ რაღაც დოკუმენტის შედგენა, თქვენ მოგიწევთ ერთი თვით განაცხადის წარდგენა სამინისტროში და სამინისტროდან შემდგომ პასუხის მიღება. რა ვადაში უნდა მიიღოთ პასუხი? არის დაკონკრეტული? ერთი თვის ვადაში. ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოთ ეს კონკრეტული პასუხი. კი ბატონო, ნახოთ როგორი იქნება ეს განკარგულება, რა ჩაიწერება და როგორი დეტალური აღწერა მოხდება და ბუნებრივია ამ თემაზე კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში პაატა შუღლაია საუბრობდა. მადლობა.